მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: არც ერთ ნათქვამ სიტყვას არ მოუტანია იმდენი სიკეთე, რამდენიც უთქმელ სიტყვებს მოაქვს. ციტატა ეკუთვნის პირველი საუკუნის ბერძენ ისტორიკოს და ბიოგრაფს პლუტარქეს. დღევანდელ საქართველოში, სადაც ნათქვამ სიტყვას ძალიან უსამართლო სასჯელი მოყვება ხოლმე ზოგჯერ, მაგალითად Facebook-ის სტატუსებს. მესმის, რომ უთქმელი სიტყვის განდიდება სარისკოცარი და არასწორიც, მაგრამ ეს ციტატა სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ ერთად ვიფიქროთ, რა სიკეთე მოაქვს ნათქვამ და უთქმელ სიტყვებს. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს, როგორ იწყებს გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, რომ მეფე სოლომონს უთქვამსო, ბრძნად მეტყველება წმინდა ვერცხლია, ხოლო დუმილი რჩეული ოქრო. მგონი ორივე ციტატაში დუმილის სიკეთე გადაჭარბებით არის შეფასებული და განსაკუთრებით თუ ამ ციტატებს 21 საუკუნის გადასახედიდან განვიხილავთ. სანამ ჩემ აზრს გეტყვით, რატომ მიმაჩნია დუმილის ოქროდ გამოცხადება გადაჭარბებად, მანამ მინდა გთხოვოთ ტრადიციულად, რომ გამოიწეროთ ციტატა და აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც დუმილის სასარგებლო არგუმენტებით დავიწყებ. როცა ნათქვამი და უთქმელი სიტყვები ერთმანეთთან არის შედარებული, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ უთქმელი სიტყვებიც კომუნიკაციის ნაწილია. ესე იგი, იგულისხმება სიტუაცია, როდესაც ადამიანები ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან და რაღაცის თქმას ამჯობინებენ, რომ გაჩუმდნენ, რაღაცის თქმას ამჯობინებენ, რომ არ თქვან. თორემ მარტო მყოფი ადამიანის დუმილი პლუტარქეს ციტატაში არ იგულისხმება. მეორე მხრივ, მარტო მყოფი ადამიანის დუმილმა შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინოს, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც მწერალი დუმს მანამ, სანამ სიტყვებით მხატვრული სამყაროს შექმნას დაიწყებს. აი, ამერიკელი პოეტი ლუის გლიკი არილში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ პოეტის დუმილი ყოველთვის მოიცავს ტანჯვას და შიშს. ვაი თუ ვეღარ დავწერო. თუმცა ქართველ პოეტთან ქალბატონ ლიას ტურვასთან მქონდა ინტერვიუ და ზუსტად ამ ციტატის კომენტირებისას ამის საპირისპირო რამ მითხრა. აი რა თქვა მან, უთქმელ სიტყვას ის ბედნიერება აქვს, რომ მას ოდესმე იტყვიან, დაბადების და ახლის შექმნის პოტენცია ახლავსო. აი ესე განსხვავებული შეიძლება იყოს დუმილის მიმართ დამოკიდებულება ორი პოეტის შემთხვევაში. როცა დუმილის უპირატესობაზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ამერიკელი კომპოზიტორი ჯონ კეიჯი, რომელიც თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევდა პიესას, რომელსაც ქვია 4:33. ეს რიცხვები ნიშნავს, რომ პიესა ზუსტად ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება 4 წუთის და 33 წამის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, მაგრამ ეს დრო არის სრული დუმილის დრო. ესე იგი, ფორტეპიანო დუმს, ინსტრუმენტები დუმს და მაყურებელი დარბაზში უსმენს ბუნებრივ ხმებს. ეს შეიძლება იყოს სუნთქვა, ეს შეიძლება იყოს ჩახვალება, ეს შეიძლება იყოს გარედან შემოსული რაღაც ხმა, ან კონდიციონერის ხმა, ან ასე შემდეგ. და მაყურებელი უსმენს სიჩუმეს. და ჯონ კეიჯი კი ამბობდა, რომ ამ პიესაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. იმიტომ, რომ ეს მისთვის იყო ძალიან სერიოზული ჩანაფიქრი და არ მინდოდაო, რომ მაყურებელს ხუმრობად მიიღო ის, რასაც მას ვთავაზობდიო. და რას ნიშნავს ახლა მუშაობდა ეს 4 წუთი და 33 წამი ძალიან მკაცრად არის ორგანიზებული და ეს პიესა 3 ნაწილისგან შედგება. და კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ ჯონ კეიჯი იყო ძენ ბუდიზმის მიმდევარი და ამიტომ მისთვის დუმილს კიდევ ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აი რას ამბობს ის. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სიჩუმეს ისეთივე ყურადღებით, როგორც ბგერებს. გუშინ წინ ვლაპარაკობდი იმაზე, რომ დღეს ადამიანს ფიქრის და გააზრების დრო აღარ რჩება. უთქმელი სიტყვა კიდევ არის სწორედ ფიქრის პროდუქტი. უთქმელი გმირები, მაგალითად გურამ რჩეულიშვილის უსახელო უფლის ციხელი, ან ივანე ტურგენევის გერასიმე.
რომელიც მისი შედევრად აღიარებული მოთხრობის მომოს მთავარი პერსონაჟია. ძალიან ფიქრიანი გმირები არიან და მათი ფიქრიანობა ჩანს მათ ქცევაში. და სწორედ აი მათი ქცევის გამო, მათი ქმედების გამო შეიყვარა ეს პერსონაჟები უკაცრავად მკითხველმა. დაუვიწყარი გმირები გახდნენ მართლაც უსახელობლის ციხელიც და გერასიმეც. კიდევ ერთ დუმეს გავიხსენებ, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ნესტან დარეჯანმა პირველად მიიხმო თავისთან ტარიელი და ტარიელი მივიდა ბედნიერი და ნესტანი უყურებს და არ ეუბნება არაფერს და თითოეულს რა თქმა უნდა ვერ ბედავს რომ რამე უთხრას. და გარკვეული პერიოდის მერე ასმათი მოდის და ეუბნება რომ წადიო ახლა. და აი როგორ უამბობს ამ ეპიზოდს შემდეგ ტარიელი ავთანდილს. დიდხანს ვдэг და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითარცა რა შინაურსა. ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა. აც წადიო ვერას გითხრობს მეკულა მიმცა ალმან მურსა. ვეფხისტყაოსნის ეს ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდიც იმას გვასწავლის, რომ ხატრული სიტყვის ისეთი დიდოსტატისთვისაც კი როგორც შოთა რუსთაველია, ზოგჯერ უთქმელი სიტყვა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე ნათქვამი სიტყვები. ადამიანი თავის ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში სწავლობს რა და როგორ ილაპარაკოს, მაგრამ შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ის სწავლობს თავშეკავებასაც. და ამიტომ მგონია, რომ დუმილი არის სოციალური კულტურის ნაწილი, ანუ ურთიერთობის ნაწილია. და იმასაც კი ვიტყოდი, რომ მომწიფებული გონების ადამიანისთვის სიტყვის კულტურა იწყება დუმილის უნარით. უკვე დროა დღევანდელი ციტატის კრიტიკაზე გადავიდე. პლუტარქი კი ამბობს, რომ დუმილიო უფრო მეტი სიკეთის მომტანია ვიდრე ლაპარაკიო, მაგრამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი არის უბრალოდ ბოროტება. და ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი ვერ გაჩუმდება ისე, თუ თავის სინდის თვალი არ მოუხუჭა. დღეს საქართველოში არაერთი ადამიანი სწორედ ამ კონტექსტში აღიქვამს საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც ირგვლივ, როდესაც აი გამეფებული უსამართლობის შესახებ ყოველი უთქმელი სიტყვა ფასდება როგორც ღალატი. შარშან პუბლიკაში გამოქვეყნდა ლელა კოდალაშვილის ბლოგი, სადაც ჩამოწერილია არგუმენტები მდუმარეთა სასარგებლოდ, თვითონ ასე უწოდებს და შემდეგ მოყვანილია კონტრაარგუმენტები. რომ შემეძლოს, ეხლა ამ ბლოგს თავიდან ბოლომდე წაგიკითხავდით, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ ბმულს ჩავდებ გადაცემის აღწერაში და თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოძებნოთ. და ეხლა მხოლოდ ბოლო არგუმენტს და კონტრაარგუმენტს წაგიკითხავთ. არგუმენტი მდუმარეთა სასარგებლოდ. ნიჭიერად დაწერილი წიგნებით ან კარგად გათამაშებული საფეხბურთო მატჩებითაც შესაძლებელია ქვეყნის საზოგადოების გადარჩენა. ესე იგი, თქვენივე ლოგიკით კულტურას აქვს ძალა. მას რატომ არ ვიყენებთ ამ უნარს მაშინ, როცა ყველაზე მეტად საჭიროა? ჰო, პატიოსანი, მშრომელი ადამიანების ერთობა ქვეყანას კი აძლიერებს, მაგრამ აქ და ამ წუთას სხვა რამეა საჭირო. ეს იგივეა მე სისხლისგან ვიცლებოდე, ჩემმა თანამემამულემ კი ლექსი მომიძღვნას ან ტორტი გამომიცხოს. თავის ძალიან საინტერესო ბლოგს ლელა კოდალაშვილი ამ სიტყვებით ამთავრებს. ჩვენ ვერ დაგავალდებულებთ ხმა ამოიღოთ, მაგრამ ველით გული გვტკივა და ვწუხვართ იმის გამო, რომ ასე ერთგულად იყენებთ დუმილის უფლებას. დუმილის უფლებაზე ამერიკელი მარტინ ლუთერ კინგი გამახსენდა, ადამიანის უფლებების ყველაზე ცნობილი დამცველი, რომელიც 29 ჯერ იყო დაპატიმრებული და ბოლოს დაუნდობლად მოკლეს. სწორედ მან თქვა ცნობილი ფრაზა: საბოლოოდ ჩვენ გვემახსოვრება არა ჩვენი მტრების სიტყვები, არამედ ჩვენი მეგობრების დუმილი. ალბათ ყველასთვის გასაგებია, უსამართლობის წინააღმდეგ საზოგადოების დიდი ნაწილის დუმილი რატომ არის ესეთი დამაზიანებელი ქვეყნისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ მაინც ვიტყვი.
იმიტომ რომ დუმილით საზოგადოება ეთანხმება სისტემას და თავისი თანხმობით აკანონებს, ლეგიტიმაციას ანიჭებს იმ ჩაგვრას, რასაც სისტემა იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშიშრად ებრძვიან სისტემას. აი ეს არის სიმართლე. ეს არის ერთგვარი ტოქსიკური ნეიტრალიტეტი, რომელსაც ძალიან წყობრად აღწერს ლელა კოდალაშვილი, აღწერს და ამხელს თავის ბლოგში. ახლა მინდა საზოგადოებიან პიროვნებასთან გადავინაცვლო, დავბრუნდე და ნათქვამთ უთქმელ სიტყვებს კიდევ ერთი კუთხე შევმატო. ეს მეც მეხება პირადად, ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო. მინდა რომ რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ მოვლენაზე, რასაც ქვია აღსარების კულტურა. თუ სწორად ვიცი, ამ ცნების ავტორი არის ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო და თვითონ ეს აღსარების კულტურა ნიშნავს იმგვარ კულტურას, რომელიც ადამიანს წაახალისებს, რომ ბოლომდე გაიხსნას და თავისთავად ბოლომდე გაამჟღავნოს. დღეს ყველგან წაწყდებით ამ სულისკვეთებას, რომ ადამიანი საჯარო სივრცეში ყვება ყველაზე საკრალურ ამბებს თავის თავზე, შეიძლება თავის ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და ის რაც ადრე იყო დაფარული, ის რისი გამჟღავნებაც უდიდეს სირცხვილთან იყო დაკავშირებული, დღეს არის გამოფენილი საჯაროდ. და ცხადია, ჩვენს დროში აღიარების მოპოვება არის ყველაზე ადვილი, აი სწორედ ამ აღსარების კულტურაში ჩართვით და უმბერტო ეკოს ორ ესეზეც ვილაპარაკე ადრე ზუსტად ამ კონტექსტში. პირადი ცხოვრების გამხელა, ეხლა უკვე ინდივიდუალური არჩევანი აღარ არის, უბრალოდ არის კულტურული ნორმა. ადრეც მithქვამს, რომ ჩემი პირადი პრობლემაც ეს არის, რომ ამგვარი კულტურული ნორმის პირობებში თუ კი ჩემს პოდკასტს დავარქვი ონლაინ დღიური, სწორად როგორ გავავლო ხაზი ნათქვამ სიტყვებს და არსათქმელ და უთქმელ სიტყვებს შორის. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მინდა რომ არ ავწდე ამ კულტურულ კალაპოტს და საინტერესო ამბები გიამბოთ ჩემზე, ჩემ გამოცდილებაზე, ჩემ ახლობლებზე, მაგრამ მეორე მხრივ, ცხადია ძალიან უფრთხილდები ჩემი და სხვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. თანაც ამასაც ვიტყვი, რომ პირადად მე შინაგანად ძალიან მომწონს პლუტარქეს დღევანდელი ციტატა და მისი დამოკიდებულება ამ გამოუთქმელი სიტყვების მიმართ, იმიტომ რომ დუმილის და გამოუთქმელი სიტყვების უკან დგას ფიქრის დიდი კულტურა და ეხლა ეს ფიქრის კულტურა ამ აღსარების კულტურას პირდაპირ ეჯახება. ამ კონფლიქტზე ლაპარაკს ალბათ შემდეგ კიდევ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ჩემთვის ნამდვილად ძალიან საინტერესოა. დღეს კი ამით დავასრულებ გადაცემას, შემდეგ პარასკევამდე დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ციტატა, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ შემომიერთდეთ ამ პლატფორმაზე და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩემი გულწრფელი, დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.